იგლზი ეს ცნობილი ჰოტელ კალიფორნიას ავტორები მე მარტო ეგ სიმღერა ვიცოდი მაგრამ რაღაც კითხვებს რო ვეძებდით ამ ჯგუფის სოლისტს გლენ ფრაის ასეთი ძალიან კარგი რაღაცა უთქვამს რომ ყოველ მოზარდის ცხოვრებაში არის პერიოდი როდესაც მოზარდი ფიქრობს რომ სამყაროში ყველაზე ჭკვიან შვილს რატომ ყავს ასეთი უტვინო მშობლები როგორ გააჩნეს ასეთი ჭკვიანი შვილი ასეთი უტვინო მშობლება როდის დგება ეს პერიოდი მოზარდის ცხოვრებაში და უდავინერვიულოთ თუ არა ამაზე მშობლებმა როგორი მომენტია ეს თვითონ განვითარება არის გაწერილი პროცესი და როგორ მიმდინარეობს 6 წლამდე ბავშვისთვის მშობლები არიან ღმერთები. ანუ აღქმა და დამოკიდებულებაც კი როგორია იცით რომ აი თქვათ დედა ამბობს რომ თავი მტკივა ან მამა ამბობს დავიღალე. ბავშვი თავის თავს აბრალებს. მე რაღაცა დავაშავე და დედას თავი ამიტომ ტკივა და ასე შემდეგ. შემდგომში უკვე 6 წლის მერე მოდის ამათი გათანაბრება. 9 წლამდე მთავარი შიში, გენერალური შიში ბავშვის არის მშობლის დაკარგვის შიში. მშობელმა რომ არ მიატოვოს და ასე შემდეგ. 9 წლიდან შემოდის უკვე ჩვენი გენერალური შიში, ანუ სიკვდილის შიში, რაც რჩება მთელი ცხოვრება. და მიდის როგორც აი ჩამოყალიბებული სტრუქტურით. 9 წლის ასაკში იწყება ეგრეთ წოდებული რელიგიური მისტიური ასაკი, როდესაც ბავშვები იწყებენ რელიგიით დაინტერესებას. ეს ხდება პარალელურად, ანუ სიკვდილის შიშის შემოსვლის პარალელურად. ხატავენ ეკლესიებს, პაგოდებს, მეჩეთებს და ასე შემდეგ, ხო? შემდგომში გრძელდება უკვე როგორ? თანდათანობით გადადის უკვე სხვა ეტაპზე. ანუ ეგრეთ წოდებული 11 წლის ასაკში ბევრი ფსიქოლოგი წერს, რომ არიან შუა საუკუნეების აჯანყებულის მაგვარი, იმიტომ რომ უკვე ჩდება პროტესტები, რაღაცა, თუმცა ამ პროტესტებს არ აფიქსირებენ. აი, სადღაც 12, 13, 14 წლის ასაკში ხდება საინტერესო პროცესი. მინიმუმზე ვარდება თვითშეფასება, ამას ვეძახით self-confidence-ის მინიმუმის ეტაპი. ამ დროს ბავშვები კაპიშონი, დაუბანელი, ჩაფართხუნა, ტანსაცმლი და აი ამ დროს ჩდება პროტესტი მშობლების მიმართ. ოღონდ საინტერესო რა არის, იცით რა? პროტესტი უფრო მეტად მშობლებს აქვთ ვიდრე ბავშვებს. ეგეთ კი. ეგეთ ანუ შენიშვნები და პრეტენზიები ერთ-ერთი კვლევარი ფილიპ რაისი წერია ამაზე. აღმოჩნდა რომ ბავშვებს ხო ეკითხებოდნენ მშობლებს როგორ მოგვარდეს ოჯახში ურთიერთობა. ბავშვებს ერთადერთი რაღაცა თავი დამანებოს რა ამდენ შენიშვნებს ნუ მაძლევს და მშობლები ადგენდნენ დიდ არზა შემოწევს არ სწავლობს, არ იბანს, არ ჭამს კომპიუტერშია, ტელევიზორშია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ძალიან ბევრი იყო. შემდგომში უკვე ხდება აი ამ ფაზიდან გამოსვლა ხდება და სადღაც აი 16, 17, 18 წლის ასაკში ეს უკვე უნდა დამთავრდეს.